მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს 26 ივნისია და თითოეული ჩვენგანის კალენდარზე ეს თარიღი განსაკუთრებულად არის მონიშნული. მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრები ზოგადად, დღეს ყველა გულშემატკივარია და შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ნაკრები თამაშობს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, განსაკუთრებული განცდა და ასეთ შემთხვევაში არავის უყურს, როდესაც მთელი ქვეყანა იქცევა გულშემატკივრად. რასაკვირველია, წარმატებას უსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს, წარმატებას უსურვებთ ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს და დღევანდელი მოლოდინი, მე ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გუნდური თამაშის შემთხვევაში საზოგადოებაც ერთ გუნდად ყალიბდება და ნებისმიერი შედეგი არის ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავარია გამაერთიანებელი. დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და გაგიკვირდებათ, როდესაც ფეხბურთს უნდა დაუკავშიროთ ეს თემა, თუმცა როდესაც მოვისმენთ დღევანდელ საუბარს, დარწმუნდებით, რომ ამ თემის ფეხბურთთან დაკავშირება სრულიად რეალური და შესაძლებელია. თუ გავიხსენებთ, რას ეძღვნება ხოლმე ჩვენი გადაცემები, ჩვენ რასაკვირველია ვსაუბრობთ ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც ფასეულობაზე და ვსაუბრობთ ყველა იმ რისკზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დღეს მსოფლიო აღნიშნავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს სრული სახელწოდება აქვს ასეთი ნარკომანიისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამოცანები არის ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიონალების წინაშე, საზოგადოების წინაშე, თითოეული ადამიანის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ არჩევანზე, ჩვენ საუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე, ჩვენ საუბრობთ დამოკიდებულებაზე. შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში ფეხბურთს, სპორტს კონდეს თავისი ადგილი, ამას გავარკვევთ რასაკვირველია დღევანდელი მსჯელობისას და ვისაუბრებთ იმაზე, რაც თავიდან აცილებაში გვეხმარება პრობლემების და ვისაუბრებთ სწორედ თემატურად დღევანდელ თარიღთან კავშირში ჩვენი გადაცემის მეგობართან და დიდ გულშემატკივართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობს, ის წლების მანძილზე არის ხოლმე ჩვენი გადაცემის სისტემატური სტუმარი. იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი ქალბატონი ხათუნა თოდაცა. ხათუნა, დილა მშვიდობისა. მოგზაურობთ. გამარჯობათ. აღარც კი მახსოვს უკვე რამდენი წელია. ყოველ შემთხვევაში 15 წელზე მეტია თქვენ ხართ ჩვენი პროექტის მონაწილე და სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც სტუმარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ის გზა, რაც გადაცემამ გაიარა ყოველდღე პირდაპირ ეთერში, მას ჰქონდა საკმაოდ დიდი ისტორია მანამდეც, მაგრამ ყოველდღე პირდაპირ ეთერში ურთიერთობა მაყურებელთან ჩვენ გავიარეთ გარკვეულწილად ერთად და თქვენი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხებზე საუბრისას, რაც ადამიანის დამოკიდებულებას ეხება, ადამიანის შეცვლილ ცხოვრების წესს ეხება და ეხება ადამიანის არჩევანს და ამ შემთხვევაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ყოველწლიურად სხვადასხვა თემას ეძღვნება. როგორია წლევანდელი თარიღი, რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება პრობლემის თავიდან აცილებაზე გამახვილებული და მე ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ ფეხბურთთან. კი ბატონო, დიდი მადლობა ხალხმარი პირველ რიგში მოწვევისთვის, იმისთვის რომ ყოველთვის ინტერესდებით ხოლმე იმ პრობლემით, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს დღეს და მათ შორის სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. და მინდა გითხრათ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს არის მსოფლიო დღე, რომელიც გაეროს მიერ არის დაწესებული და რომელიც ეძღვნება ნარკომანიის და ნარკობიზნესთან ბრძოლას. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელიწადს გაერო გარკვეულ სლოგანს აქვეყნებს ხოლმე, გარკვეულ დევიზს,
რომელიც იმ წელიწადს, ასე ვთქვათ, მათ ჩათვალეს მნიშვნელოვნად. წლევანდელი სლოგანი ეძღვნება პრევენციას, ნარკოდამოკიდებულების, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას. და საინტერესო გახლავთ ის, რომ თვითონ ესე ფორმულირება ესე გაუკეთეს, რომ მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ ინვესტირება გააკეთეთ პრევენციაში. ანუ რეალურად ისინი მოუწოდებენ მაინც სახელმწიფოს მთავრობებს, რა თქმა უნდა, გარკვეულად თემს, საზოგადოებას, მაგრამ ეს არის ცოტა უფრო ესეთი სერიოზული მოწოდება და მნიშვნელოვანი რატომ არის იცით, რომ წლების განმავლობაში აი ფსიქიატრთა ამ ადიქციის მიმართულებით მომუშავე ადამიანთა ჯგუფებში გამუდმებით იყო ხოლმე მსჯელობა იმის თაობაზე, რამდენად ვთქვათ, რამდენად ეფექტურია პრევენცია და რამდენად ამართლებს შედეგი, რომელსაც ეს პრევენციული ღონისძიებები მოიტანს, არა, რამდენად ამართლებს იმ ფინანსურ და ადამიანური რესურსის და ასე შემდეგ დანახარს, რომელსაც ვთქვათ, ესა თუ ის ქვეყანა ამ მიმართულებით გასცემდა. სწორედ ეს ძალიან კარგია, რომ საბოლოოდ გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც აი მრავალი წლის კვლევის შედეგად დაგროვდა, აჩვენებს, რომ პრევენცია ღირსეულია და ღირს, რომ პრევენციაში ჩაიდოს საკმაოდ ისეთი მოზრდილი და სოლიდური ხარჯები. რაზედაც თქვენ საუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ სურვილი და თქვენ ხაზი გაუსვით, რომ მტკიცებულებები ადასტურებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები არის ეკონომიკური გათვლებითაც გამყარებული, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენი სამედიცინო პრობლემა და ფსიქოემოციური ან მორალური ტვირთი შეიძლება ავიცილოთ თავიდან. როგორც საკუთრივ ამ პრობლემის მქონე ადამიანების შემთხვევაში, ასევე მათი ოჯახების შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე თანადამოკიდებულებაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორც ჩვენ ვართ. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ თავიდან აცილებაზე. მოდით დავსვათ კითხვა, რატომ ხდება ადამიანი ნარკომანი? რატომ ხდება ადამიანი ნარკოდამოკიდებული? ჩვენ ვიცით შესაძლო მიზეზები? თუ ვიცით ხოლმე ჩვენ შესაძლო მიზეზები, ყოველთვის ეს გვეხმარება ადვილად მოვუძებნოთ გასაღები. ანუ ვიცით რამ შეიძლება ეს პრობლემა გამოიწვიოს და ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემების თავიდან აცილებას. რა არის ყველაზე ხშირად ბიძგი, რა არის ყველაზე ხშირად იმის მიზეზი, რომ მაგალითად მოზარდი ახალგაზრდა ინტერესდება ნარკოტიკული ნივთიერებებით. ნივთიერება, რომელიც რა თქმა უნდა მათ სიამოვნებას ანიჭებს, სიამოვნების განცდას აღუძრავს, მაგრამ ლტოლვა ამ ნივთიერებების მოხმარებისადმი დაუძლეველი ხდება დროთა განმავლობაში. და რა არის ასეთი ჩამონათვალი? არსებობს დღეს მტკიცებითმა მედიცინამ იცის მეტნაკლებად აი ეს საფრთხის შემცველი ჩამონათვალი, რომელიც ახალგაზრდას მიიყვას ნარკოდამოკიდებულებამდე. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ნარკოდამოკიდებულება ეს გახლავთ ინდივიდუალური პრობლემა და ამიტომ ყველა ადამიანს აქვს გარკვეული რისკ ფაქტორები და გარკვეული ეგრეთ წოდებული დაცვითი ფაქტორები, რომელთა ბალანსიც განაპირობებს, ვთქვათ, მომავალში მის ქმედებას. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და რომ ადამიანი არის თავის უფალი, ანუ საკუთარი ბედის გამკარგავი და ამიტომ ყველა ადამიანს შეუძლია რომ გარკვეულწილად შეცვალოს თავისი ცხოვრების გზა, მით უმეტეს თუ გარკვეულად ეს საკითხები ხო, აი ეს რისკ ფაქტორები თავიდანვე იქნება იდენტიფიცირებული, მოდი ესე ვთქვათ. ახლა ნარკოდამოკიდებულება ძალიან მრავალმხრივი პრობლემა არის, მრავალმხრივი დაავადებაა და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის ბიოფსიქოსოციალური დაავადება. ანუ მისი წარმოშობის თესვებში არა ჩვენ უნდა ვეძებოთ როგორც გარკვეული ბიოლოგიური გენეტიკა განწყობები, ასევე ფსიქოლოგიური და ასევე სოციალური ზეგავლენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ ადამიანი, რომელსაც თქვათ დამოკიდებულება უვითარდება, მაინც და მაინც რაღაცა გარკვეულად ბიოლოგიურად არის წინასწარ განწყობილი ამის მიმართ. შეიძლება იყოს მხოლოდ სოციალური გავლენა, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, უბრალოდ შემდგომში საბოლოოდ ნამდვილად ერთიანდება ყველა ეს მიზეზი და
ზოგჯერ შედეგი, თქვათ, გარკვეული შედეგი იწვევს ხოლმე ახალი მიზეზის დამატებას, ასე ვთქვათ. და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სოციალური გარემო არა, სოციალური გარემო, თქვათ, რომელშიც მოზარდი იზრდება, ანუ რასაც ის ხედავს, ხო, რასაც აღიქვავს, რასაც კოპირებას უკეთებს გარკვეულწილად, არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი მოზარდისთვის მაგალითად, ხო, სოციალური გარემო, მნიშვნელოვანი სოციალური გარემო, უფრო მეტად არის ვთქვათ, მისი ახლობლები, მეგობრები, თანატოლები, ვთქვათ, იგივე უბანში მაცხოვრებელი პირები, ვიდრე ვთქვათ, ოჯახის წევრი, მშობლები, ვთქვათ, პედაგოგები და ასე შემდეგ. და ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ, ნუ, რაღაც ესეთი პერიოდია ხოლმე, როდესაც ცდილობს მოზარდი, რომ გარკვეულად ინდივიდუალობა და თავისი ადგილი დაიმკვიდროს და ავტორიტეტებიც ეცვლება. კი ბატონო, ამიტომაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს ავტორიტეტები იცვლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ხდება მოზარდის გარშემო, როგორი სოციუმია, რა დამოკიდებულება აქვს, ვთქვათ, მის უბანში მყოფ რაღაცა ავტორიტარულ, ასე ვთქვათ, ავტორიტეტულ უпростоრეთ პირს, იგივე ნარკოტიკების მოხმარებისადმი და სხვადასხვა, ვთქვათ, ქცევის მიმართ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდან, აი მოზარდობის კიდე უფრო წინა ასაკიდან დაიწყოს სწავლება ადამიანისთვის იმისა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ის გარკვეულ ცხოვრებისეულ პრობლემებს, რასაც ჩვენ მათ შორის ცნობებსაც. დიახ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ხოლმე აი გამკლავების უნარჩვევებს, ხო? აქ შეიძლება იყოს, ვთქვათ, ის რომ აი გაუმკლავდეს რაღაცა მისთვის მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის, ვთქვათ, ну აი რაღაცა დამარცხება, რომელიც რა თქმა უნდა დროებითია და მან მე უნდა გამოასწოროს, ხო? და წარუმატებლობა, იმედგაცრუება, რაღაცა აი ღალატი და ასე შემდეგ. დაბალი თვითშეფასება. დიახ, ეს ყველაფერი აი ამას უნდა გაუმკლავდეს, ხო, ადამიანი და მან უნდა იცოდეს როგორ უნდა გაუმკლავდეს და აი ახლა თანამედროვე ვთქვათ ეს ადიქტოლოგიის პრევენციის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ამას, რომ აი ბავშვობიდანვე დაიწყოს სწავლება იმისა, თუ აი როგორ შეიძლება რომ გაუმკლავდე ადამიანი იმ უარყოფით რაღაც განცდებს და იმ უარყოფით ვთქვათ პრობლემებს, როდესაც ვთქვათ შენ ხარ ჯერ კიდევ ბავშვი, ან ხარ მოზარდი, ან თუნდაც უკვე ხარ დასრული, ხო? ჩვენი ვიდეო რჩევა, რომელიც გადაცემის განუყოფელი ნაწილია ხოლმე დღეს დამოკიდებულებას შეგვახსენებს და არის თუ არა ფეხბურთი მაგალითად საშუალება იმ ჩამონათვალში, რასაც ნარკომანიის პრევენცია გულისხმობს, ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად. დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად. დამოკიდებულება არის ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა რაიმე ნივთიერების თუ გარემოების მიმართ. არ დაგავიწყდეთ, დამოკიდებულება შეიძლება ჩამოყალიბდეს ან გამომჟღავნდეს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ამა თუ იმ სახის დამოკიდებულებას, როგორც წესი, საფუძვლად უდევს სიამოვნების განცდა. ამიტომ დამოკიდებულება უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიურია. ნებისმიერი სახის დამოკიდებულება ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს. გახსოვდეთ, დამოკიდებულებას ირჩევს ერთი ადამიანი, მაგრამ შედეგს იმკის ბევრი. ერთი ადამიანის არჩევანით იცვლება მთელი ოჯახის ცხოვრების წესი. თუ ადამიანს უკვე ჩამოუყალიბდა დამოკიდებულება, მას დახმარება სჭირდება. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ ბავშვს, მოზარდს, ზრდასრულს დაეკარგა ინტერესი სწავლის ან მუშაობის მიმართ. აღარ აქვს გატაცებები, დაეკარგა კომუნიკაციის სურვილი და აღარ აქვს ჩვეული ურთიერთობები. შეეცვალა ქცევა და საკონტაქტო პირთაწრე. ხშირად იმყოფება სტრესის ზემოქმედების ქვეშ. უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობს ან დუმს. ამ დროს გაითვალისწინეთ, დამოკიდებულების საგანი შეიძლება გახდეს როგორც ნივთიერება, ისე ქცევა. მაგალითად, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, კოფეინი, საკვები, ეკრანი, აზარტული თამაშები და სხვა. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით,
აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. მაყურებელი დარწმუნებულია, ელოდება თქვენს პასუხს კითხვაზე, როგორ შეიძლება ნარკომანიის პრევენცია და ფეხბურთი ერთმანეთს დაუკავშიროთ. განმაზოგადებ და ვიტყვი სპორტი და ჯანსაღი გატაცებები. თუმცა დღეს მატჩიდან გამომდინარე, კონკრეტული თარიღიდან გამომდინარე, გამოვყავით ფეხბურთი და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთი მხოლოდ საბაბია, რომ ვთქვათ, რატომ შეიძლება ეზოში ფეხბურთი, ქუჩაში ფეხბურთის თამაში, უბანში ფეხბურთის თამაში და მაგალითად უბანში პირველად ნარკოტიკული ნივთიერების გასინჯვა, ეზოში თანატოლებთან ერთად ამის დაგემოვნება. მეორე მხარი აქვს, როდესაც ჩვენ საუბრობთ კოლექტიურად გადაწყვეტილებების მიღებაზე და პიროვნულად, პერსონალურად გადაწყვეტილების მიღებაზე. ერთია, როდესაც მე ვირჩევ ამას, მაგრამ მეორეა ის, რაზედაც თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ, სოციუმის გავლენით, თემის გავლენით, უბნის გავლენით, სამეგობროს გავლენით. რაც შეიძლება გავაკეთოთ, მაგალითად, გაერთიანებით წრეში, სადაც ნარკოტიკს ვაგემოვნებთ, ან მოვიხმართ და ერთმანეთს ვუზიარებთ და წრეში, სადაც ბურთს ერთმანეთს ვუზიარებთ, ერთმანეთში გავათამაშებთ ამ ბურთს და გავერთიანდებით გუნდად, რომელიც ან მოიგებს, ან წააგებს, მაგრამ გუნდია, რომელიც წარმატებისთვის იბრძვის. არის თუ არა ასეთ შემთხვევაში მსგავსი გატაცება და თუნდაც ფეხბურთი ახალგაზრდებისთვის ის ინსტრუმენტი პრევენციისა, რომელსაც დღევანდელი თარიღი მიუძღვნა საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ. არაჩვეულებრივი შეკითხვა, დიდი მადლობა ამისთვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აი პრევენციის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ის, რომ ადამიანს, ახალგაზრდა ადამიანს, ბავშვს ჰქონდეს გარკვეული ჯანსაღი ალტერნატივები. ანუ ვთქვათ ის, რომ მას შეუძლია თავი გამოიჩინოს, ან თავი დაიმკვიდროს, ვთქვათ, მუსიკაში, თეატრში, თეატრალურ დასში, ხო, მხატვრობაში და რა თქმა უნდა სპორტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამის გამო, ახლა სპორტი განსაკუთრებით მაინც მინდა რომ გამოვყო, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ხო, პირველ რიგში და ჩვენ ვიცით, რომ აი სპორტული აქტივობა, იგივე ეს კუნთური მუშაობა, ხო, ძალიან ხელს უწყობს გარკვეულად სტრესის მოხსნას ადამიანში. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის არის იგი. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი შემადგენელი აუცილებელი ნაწილი გახლავთ სწორედ ფიზიკური აქტივობა. მაგრამ აი გააჩნია კიდევ ადამიანის ტიპსაც, არა? და რა ტიპის, ვთქვათ, რა სახის სპორტული აქტივობა მოსწონს მას. ვიღაცისთვის, ვთქვათ, შეიძლება ჭადრაკი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და უბრალოდ ცირბილი მაგალითად. აბსოლუტურად ცირბილი, ვთქვათ, და ასე შემდეგ, მაგრამ არის ისეთი ტიპის სპორტული აქტივობები, არა, სადაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ადამიანი მხოლოდ ინდივიდუალურად და მარტო კი არ არის ჩართული, არა, ვთქვათ, როგორც მე სირბილს ძალიან დიდ უპატივის ვუწევ, მაგრამ ნუ აი ამ შემთხვევაში კიდევ აი სხვა დატვირთვა აქვს ხოლმე ისეთი სპორტის სახეობებს, სადაც გუნდში უნდა ითამაშოს ადამიანმა. და აი ეს გუნდურობა, არა, გუნდში თამაშის უნარი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ თამაშში, არა, ბავშვი და მოზარდი გამოიმუშავებს იმ უნარჩვევებს, რომ შემდგომში უკვე სოციალიზაციაში ეხმარება. დიახ, სხვა საქმიანობებშიც ის იყოს გუნდის წევრი. და მას ესმოდეს თუ როგორ უნდა იმუშაოს სხვა ადამიანებთან. ანუ საერთო პასუხისმგებლობის განცდა. საერთო პასუხისმგებლობის განცდა, საერთო, ვთქვათ, სიხარულის განცდა, ერთიანად შემდგომ დაგეგმვა იმისა, რაიმე პრობლემა როგორ უნდა გადაჭრან მომავალში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთს კიდე ერთი დატვირთვაც აქვს ის, რომ იმდენად პოპულარულია, ანუ მაინც ითვლება, რომ ყველაზე მასობრივი სპორტი არის ფეხბურთი მთელ მსოფლიოში დღეს. და იმდენად პოპულარულია, რომ აი გარკვეულწილად ადამიანები, ბავშვები, მოზარდები აკეთებენ ხოლმე მათ უჩნდებათ მიკუთვნებულობის განცდა და ისინი თავის ეგრეთ წოდებულ კუმირებს, არა,
მათთან აიგივებენ გარკვეულად თავს. მე მაგალითად ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ისეთი ნაკრები, სადაც ყველა და ბავშვები ახალგაზრდებს უნდებათ, რომ ყველა ვიტყოდი არის მართლა არაჩვეულებრივი სპორტსმენი და წინვალე ადამიანი, რაც გამოჩნდა სხვათა შორის, მათი აი პიროვნული თვისებებიც გამოჩნდა აი ბოლო პერიოდში, იგივე ვთქვათ, აი ამ ჩემპიონატის დროს და ჩემთვის მაგალითად ძალიან მომხიბვლელია აი ესეთი თანადგომა ერთმანეთის მიმართ აი ესეთი გუნდურობა, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს. ეს რას ცვლის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არიან გზაგასაყარზე და რომელთაც აქვთ ერთი მხრივ რეალური ცდუნების შესაძლებლობა, ან გარემო აქვთ ისეთი მაგალითად იგივე ეზოში, უბანში, თანატოლებში, თანაკლასელებში, თანაკურსელებში და ის კლიმატი, რომელსაც თუნდაც ახლა ფეხბურთი აყალიბებს და გუნდური ასეთი დამოკიდებულება და თქვენ ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ პროფესიულადაც და პიროვნულადაც მომხიბლავი მაგალითები. რას ცვლის, რა ალტერნატივას უქმნის ეს ახალგაზრდებს? ჯერ ერთი სპორტი, ფეხბურთი და არა მარტო რა თქმა უნდა სპორტი ალამაზებს ადამიანის ცხოვრებას, მის აღქმას, სამყაროს მისეულ აღქმას. და ხდება ამ დროს ახალგაზრდა, რომ მას აქვს გარკვეული სხვა ინტერესების მოძიების საშუალება არა და თუ მისთვის ესეთი ჯანსაღი ალტერნატივები გახდება საინტერესო, როგორც ვთქვათ, იგივე ფეხბურთი არა, გარკვეულწილად მოხდება, ვთქვათ, მისი ინტერესების გადასვლა აი ამ მიმართულებით, ხო? და განსაკუთრებით ახლა სპორტით გატაცება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ ეს არის რეგულარული არა, ადამიანი ახალგაზრდა ბავშვი იქნება დაკავებული ამით. კონცენტრირებული ამ საკითხზე. კონცენტრირებული და ვთქვათ, აი ეს აძლევს ხოლმე კიდევ საშუალებას, იცით, აი სპორტს აქვს ეს კარგი თვისება, განსაკუთრებით როცა აი შეჯიბრი არის ჩადებული, ხო, ამ სპორტის სახეობაში და ფეხბურთი ნამდვილად ესეთია, რომ აი გარკვეულწილად გადაიტანოს თავისი ყურადღება მისი, ვთქვათ, რაღაცა პრობლემებიდან, აი ამ კონკრეტულად რომ მე ახლა დღეს ვთამაშობ და ჩემ გუნდთან ერთად, ვთქვათ, რაღაც უნდა გავაკეთო, არა, აი ამაზე ყველაფერზე და რაც მე ვიტყოდი, რომ გარკვეულად ფსიქოთერაპიული დატვირთვისაც გახლავთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ის რომ აი ქვეყანაში თუ და მე ვხედავ, რომ ეს ახალისება ხდება, იმიტომ რომ უბრალოდ საზოგადოება სხვანაირად უყურებს დღეს ფეხბურთს. ჩვენ ახლა იმ თაობის ადამიანები ვართ, რომელსაც გვახსოვს თბილისის დინამო როგორ აერთიანებდა ხოლმე მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს სხვათა შორის და ძალიან მოხარული ვარ, რომ აი ეს დღესაც ხდება ჩვენ საზოგადოებაში და ამას რა თქმა უნდა მოყვეს ის, რომ უნდა შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სათამაშო მოედნები, სპორტული წრეები და ამ მიმართულებით უნდა დაეხმარონ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც, ვისაც უნდა დაკავდეს ამით. შეეხეთ წახალისება და ჩვენი საუბარი ვიდრე დასრულდება, უნდა დაგისვათ ერთი კითხვა. თქვენ ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებთ ხოლმე ოჯახზე. მე არ მახსენდება თქვენი სტუმრობა, როდესაც თქვენ ოჯახის წევრების როლზე არის საუბრეთ. მათ ტვირთზე არის საუბრეთ, მათთვის სიზნელებზე და სირთულეებზე, რომელიც ოჯახში ნარკოდამოკიდებულის არსებობას უკავშირდება. თუმცა, თუ საუბრობთ გატაცებების წახალისებაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება მშობლებისთვის, იმიტომ რომ ზოგჯერ მშობლები თვლიან, რომ ამდენი გატაცება რა ამბავია, ჯობია რაღაცა ერთზე კონცენტრირება, ან მარტო სწავლაზე კონცენტრირება, იმიტომ რომ ისედაც ბევრი დრო არ აქვს და კიდევ ქუჩაში ფეხბურთი ითამაშოს, ეზოში თქვათ რაღაც სხვა თამაშობებით იყოს გატაცებული, კიდევ დამატებით წრეებზე იაროს. ასეთი ალტერნატივების, მრავლობითი ალტერნატივების არსებობა რამდენად წასახალისებელია ოჯახის მხრიდან და რამდენად ყურადღებით უნდა იყოს ოჯახი ასეთ შემთხვევაში და რამდენად ხელშემწყობი უნდა იყოს მშობლების როლი. იცით რა არის, დღევანდელ დღეს ნამდვილად ბავშვები და ახალგაზრდები და მოზარდები ძალიან დაკავებულები არიან. ხო, უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახლა ის ბავშვები, რომლებსაც, აქვთ სურვილი, რომ კარგად ისწავლონ და ამას ახორციელებენ, ამიტომ გარკვეულად მესმის, ვთქვათ, მშობლების, მაგრამ აუცილებელია, რომ სწავლის გვერდზია რა, ქონდეს
თავისი რაღაცა სამყარო ახალგაზრდას, სადაც ის მოახდენს რელაქსაციას, მოახდენს რაღაცა ვთქვათ, იგივე რაზეც ვისაუბრეთ ხო, თავისი პრობლემების გადატანას და ასე შემდეგ და ამიტომ რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ სწავლასთან, სკოლასთან, უნივერსიტეტთან ერთად ადამიანს ჰქონდეს რაღაცა გარკვეული სხვა აქტივობა, ეს იქნება სპორტი, ეს იქნება ვთქვათ, ხელოვნება, ეს იქნება ნებისმიერი ჰობი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რაც შეეხება იმ ზედმეტ დაკავებულობას, არა, ერთის მხრივ რა თქმა უნდა ეს ხდება ხანდახან ბავშვისთვის ტვირთი. იმიტომ რომ ეს არ არის მისი არჩევანი. ძალიან ხშირად ეს არის მშობლის არჩევანი. მან გადაწყვიტა რომ შვილმა ვთქვათ, უნდა იაროს იქ ტენისზე, ცეკვაზე, მუსიკაზე, ენები თავისთავად და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში მშობელმა მაინც უნდა მაქსიმალურად ყური დაუგდოს შვილს და მიხვდეს ისაუბროს მასთან, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ვამბობთ ხოლმე რომ მშობლის დამოკიდებულება შვილისადმი ისეთი უნდა იყოს, რომ მათ უნდა შეეძლოთ ნებისმიერ საკითხზე საუბარი, ნებისმიერი ვთქვათ წუხილის განდობა უნდა შეეძლოს ბავშვს და აი ამ შემთხვევაში მათ უნდა ისაუბრონ და გაარკვიონ ვთქვათ რომელი ტიპის ეს ალტერნატიული გართობა თუ სპორტი თუ დაკავება იქნება აი ამ ბავშვისთვის საინტერესო. იმიტომ რომ გადაძაბვა და გადატვირთვა და ზედმეტი ასევე თვითვეტვირთი შეიძლება იყოს ნარკომანიისთვის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცით, თუ ბავშვი და მოზარდი სტრესის ქვეშ არის, თუნდაც იმიტომ რომ მას დრო არ აქვს, ის ვერ ახერხებს რელაქსაციას, ვერ ახერხებს დასვენებას თავის თავთან, თავი მისთვის სასიამოვნო ვთქვათ საქმიანობასთან მარტო დარჩენას ასე ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა მის ფსიქოლოგიაზე ხანდახან მის ფიზიკურ მდგომარეობასაც მოქმედებს ხოლმე. ამიტომ გარკვეული ბალანსი უნდა დაიცვას ოჯახმა იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუ აქვს ბავშვს იმის საშუალება, რომ სხვადასხვა წრეზე იაროს, სხვადასხვა რაღაც ცოდნა შეიძინოს კიდევ გარდა ვთქვათ სასკოლო ცოდნისა, მაგრამ უნდა მიეცეს მას იმის საშუალება, რომ თავად გააკეთოს არჩევანი. ძალიან დიდი მადლობა. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მადლობა რომ ამ ტრადიციის შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევთ და ყოველწლიურად ჩვენ ამ თარიღთან დაკავშირებით აუცილებლად ვიკრიბებით და ცხადია ვითვალისწინებთ იმ წელს ყველაზე აქტუალურ თემას, როგორც თქვენ ბრძანეთ, წლევანდელი თარიღი მთლიანად პრევენციას, ანუ პრობლემის თავიდან აცილებას ეძღვნება და ბევრი ოჯახისთვის შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს შვილის ფეხბურთით გატაცება. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ნამდვილად კარგი შესაძლებლობა და შვილების გატაცებების ხელშეწყობა კარგი შესაძლებლობა, ამაზე მე ვფიქრობ აღარც ღირს მსჯელობა. თქვენ ძალიან კარგად ახსენით რა მექანიზმი აქვს, თუმცა ის რომ ჩვენი გამთლიანება ერთი იდეის გარშემო ყველა ასაკის ადამიანზე დადებითად მოქმედებს, მე ვფიქრობ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ დაგვიდასტურებს. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი ქალბატონი ხათნო თოდაძე. მე ჯერ კიდევ არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ წინ ტრადიციულად კვებითი შუქნიშანი გვაქვს. როდესაც კვებით შუქნიშანზე ვსაუბრობთ, მე ყოველთვის გახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფერი. არა იმიტომ, რომ უბრალოდ ფერთა პალიტრა გავახალისოთ ხოლმე, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტული დატვირთვა შევძინოთ და სწორედ ამ ფერების დახმარებით ფერებთან ასოცირებული ინფორმაცია უკეთესად შევინახოთ ჩვენი მეხსიერების უჯრებში და შემდეგ უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ. ამიტომ ვამბობთ მწვანეზე ნებადართვით, ყვითელზე სიფრთხილით, წითელზე შეზღუდვით, ძალიან იშვიათად აკრძალვით და მთავარი სათქმელით მომაქციო ყურადღება. ეს თემა ჩვენ წინ გვაქვს. მანამდე დავიწყებ მწვანე ზონით და გეტყვით
იმაზე, რაზედაც ყოველდღე ვსაუბრობთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციის შესანარჩუნებლად რამდენიმე ნივთიერებაა საჭირო და ამ ნივთიერების მიღება გარემოდან შესაძლებელია საკვებით. და ასეთ შემთხვევაში მე ცალკე წყალს არ გამოვყოფ. სამედიცინო თვალსაზრისით წყალი საკვების ჯგუფში შედის და საკვები როგორც დიდი ჯგუფი შეიძლება იყოს საჭმელი და შეიძლება იყოს სასმელი. აი ასეთი დაყოფის შემთხვევაში რა თქმა უნდა წყალი იქნება სასმელი და ის აუცილებელი სასმელი, რომელიც ჩვენ გვჭირდება ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. ვართ წყალზე დამოკიდებული, უდავოდ ჩვენ ვართ წყალზე დამოკიდებული, სიცოცხლე დამოკიდებულია წყალზე. მაგრამ ეს ის მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა და ეს ის დამოკიდებულებაა, რომელიც ჩვენს არსებობას უზრუნველყოფს და მასზე უარის თქმა შეიძლება იყოს საბედისწერო. ამიტომ წყალი ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად, დღეში მრავალჯერ, იმისათვის რომ ყველა უჯრედმა გამართულად იმუშაოს. ვართ თუ არა დამოკიდებული, მაგალითად იმ მიკროსამყაროზე, რომელსაც ჩვენი სხეულით ვატარებთ. დიახ, ვართ დამოკიდებული. და მე გაგახსენებთ ერთ ფრაზას, რომელსაც ძალიან ხშირად ვიმეორებ ხოლმე და ჩემი წიგნის თავსაც ასე ქვია, სახელმწიფოში. ჩვენ კანზე გვაქვს მიკროსამყარო. ჩვენ ნებისმიერ ლორწოვანზე გვაქვს მიკროსამყარო. თვალის ლორწოვანზე, პირის ღრუს ლორწოვანზე, კუჭნაწლავის ტრაქტში, სასუნთქი სისტემის ლორწოვანზე, გენიტალიებზე. ყველგან არის ის მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც ქმნის მიკრობიომსა და მიკრობიოტას. და ასეთ შემთხვევაში ვართ მათზე დამოკიდებული, მათ კეთილგანწყობაზე, მათ ცხოველქმედების პროდუქციებზე. დიახ, და ეს უკვე მტკიცებით დადასტურებულია, რომ სწორედ მათი მეტაბოლიზმის შედეგად ჩვენ შეიძლება დაგვერღვეს ნივთიერებათა ცვლა, ჩვენ შეიძლება დაგვერღვეს გულსიზარდვე სისტემის მუშაობა, ნებისმიერი სისტემა გამოვიდეს წონასწორობიდან, განვითარდეს ონკოლოგიური დაავადება, ანთება, იშემია, ანუ ჟანგბადით მომარაგების შეფერხება და რაც მთავარია, დავბერდეთ და ადამიანისათვის საბედისწერო მომენტი დადგეს სწორედ მათი დამსახურებით. ამიტომ მათთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება იქნება ნაკლებად დამაზარალებელი ჩვენთვის. როდესაც საუბრობთ არჩევანზე, მაგალითად დღიური რაციონი ისე გადავანაწილოთ, რომ ყოველდღიურად სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტი გამოვიყენოთ, არის ეს დამოკიდებულება. დიახ, ჩვენ ვართ დამოკიდებული, რამდენად სწორია ჩვენი არჩევანი და რამდენად ადეკვატურად მივიღებთ ამ პროდუქტებს. მაგალითად, ხილის და ბოსტნეულის წილი როგორი იქნება ჩვენს რაციონში, რამდენად მოვახერხებთ კვებით ნორმალური წონის შენარჩუნებას, რამდენად მოვახერხებთ ქოლესტეროლის დონის მართვას და ასე შემდეგ არტერიული წნევის სტაბილური მაჩვენებლების შენარჩუნებას. ვართ დამოკიდებული მცენარეულ ბოჭკოზე. დიახ, იმიტომ რომ ის ჩვენი ორგანიზმის სოცხია და ძალიან ბევრი პროცესის გაწონასწორებაში გვეხმარება. ეს ის დამოკიდებულებაა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, ჩვენს დღეგრძელობას უზრუნველყოფს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ მივდივართ დამოკიდებულებასთან და ეს დამოკიდებულება შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი. მაგალითად, ჩვენი დამოკიდებულება ალკოჰოლზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ასოციაცია ყავა სიგარეტთან არის ბევრი ადამიანისათვის სასიამოვნო დამოკიდებულება, რომელიც აი ამ კავშირს განამტკიცებს. მაგალითად, ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები. ალკოჰოლის კონკრეტული სახეობის დაწყვილება ზოგიერთ პროდუქტთან სხვათა შორის არის ასოცირებული სპორტულ მარათონთან და სპორტულ ღონისძიებებთან და რატომღაც ასოცირებულია, რომ მზესუმზირა, ლუდი, თევზი, ლუდი, ძეხვის სოსისი ძალიან უხდება ფეხბურთის გულშემატკივრობას. ეს ის ასოციაციებია და ეს ის კავშირებია, რომელიც არც ისე სასიამოვნო დამოკიდებულებას აღზრავს, მაგალითად დამოკიდებულებას ალკოჰოლურ სასმელებზე, დამოკიდებულებას მლაშე და პროცესირებულ პროდუქტებზე, დამოკიდებულებას ცხიმის მაღალ შემცველობაზე და განსაკუთრებით გადამუშავებულ პროდუქტებში და ტრანსხიმებს გულისხმობ მე, დამოკიდებულება ტკბილეულზე და სასუსნავზე, რომელიც თქვათ აი ასეთ გულშემატკივრობას ახლავს ხოლმეთან და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ასეთ დროს დამოკიდებულება კოფეინ შემცველ პროდუქტებზე ისევე არის გასათვალისწინებელი, როგორც ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება. სხვათა შორის, მე ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი უკიდურესად დამოკიდებული ხდება მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების არჩევანზე. თანამედროვე რეალობა ადასტურებს, რომ ეს ისეთივე სახიფათოა, როგორც მადის არქონა, ანუ ანორექსია, ან გადაჭარბებული
მოხმარება საკვების და შემდეგ მისგან გათავისუფლების ცდილობა რაც ხდება ბულიმიის დროს, იგივე ხდება ორთორექსიის დროს, როდესაც ადამიანები თითქოს მხოლოდ ჯანსაღ საკვებს ირჩევენ და ხდებიან ასეთ მოდელზე დამოკიდებული და უნებურად ზღუდავენ კვებას და შედეგი ზუსტად ისეთივეა, როგორც ექნებოდათ ანორექსიის დროს. მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენ ხდებით გულშემატკივრები ნებისმიერ პროცესში, ჩვენ გვაქვს რისკი, რომ განსაკუთრებით გავააქტიუროთ ჩვენი ეკრან დამოკიდებულება. და ეკრან დამოკიდებულებას ახლავს ბევრი ფაქტორი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაგალითად ამ დროს მოხმარებული საკვების გემოს, ვერ ვაკონტროლებთ მის ულუფას, ვერ ვაკონტროლებთ რაციონს და ამას დიდი სიამოვნებით ვამბობთ ასეთ არჩევანზე უარს და ერთ-ერთი ფაქტორი არის დროში საკვების მოხმარება, რომელიც ასევე დარღვეული გვაქვს. შედეგად შეიძლება მივიღოთ წონის ცვლილება, არც თუ ისე სასიამოვნო ცვლილება, ამიტომ ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია და უნდა ვიყოთ თუ არა კვებაზე დამოკიდებული. რასაკვირველია ადამიანის ორგანიზმი და სიცოცხლე დამოკიდებულია საკვებზე და დამოკიდებულია საკვებით მიღებულ ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, მაგრამ კვებაზე დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ საკვებით მიღებულ სიამოვნებას აღვიქვამთ როგორც ჩვენთვის მამოძრავებელს და ვიღვიძებთ იმიტომ, რომ კარგად გემრიელად დავნაყრდეთ და დღის ბოლომდე ეს რჩება ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი. ასეთ დამოკიდებულებას რასაკვირველია აქვს ძალიან დიდი საფრთხე და ასეთი დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ მთავარ საკითხზე. ჩვენ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული, იმიტომ რომ სოციალური არსებები ვართ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ისეთ ცნებებზე, რომელიც არის თუნდაც კვებითი დამოკიდებულება. მე ამ თემით გემშვიდობებით და რასაკვირველია გამარჯვებას გისურვებთ ყველას, იმიტომ რომ ყველას საოცრად ელოდება დღევანდელ საღამოს და იმ მატჩს, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს და ყველას გვაქცევს გულშემატკივრად, ხოლო ტრადიციულად გადაცემის კარგიდან გამომდინარე, მე ხვალ დილამდე გემშვიდობებით და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ. დღეს საქართველო პორტუგალია. ვიყურე და გულშემატკივრე პირველ არხზე. 26 ივნისი 20 საათი შტუტგარტი